საქართველოს ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პუტინის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკოს მეშვიდე ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ყაველაშვილის მისალოცი წერილი ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა. მინდა მოგილოცოთ ბელარუსის პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის საყრდენი. იმედი მაქვს, რომ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვკითხულობთ ყაველაშვილის მისალოც წერილში. ყაველაშვილის და ლუკაშენკოც არიან ერთნაირად არალეგიტიმური გზით და აბსოლუტურად არადემოკრატიული გზით არჩეული თუ დანიშნული წარმომადგენლები, ამიტომ რა თქმა უნდა ყაველაშვილს, რომელსაც არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ და არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მეთაურმა არ მიულოცა არჩევნები და ლუკაშენკომ მიულოცა, მისგან არ უნდა გაგვიგორდეს ის, რომ დაუბრუნა, ასე ვთქვათ, მილოცვა. ოღონდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ როგორც ლუკაშენკო, ასევე ყაველაშვილი მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ყავს აღიარებული როგორც ამ ქვეყნის ლეგიტიმური ან ბელარუსის ლეგიტიმური ლიდერის შესაბამისად. 26 იანვარს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პუტინის მოკავშირე ლუკაშენკოს ფორმალურად 4 კონკურენტი ჰყავდა. საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ლუკაშენკომ ხმების თითქმის 87% მიიღო. პროცესს არ აკვირდებოდნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები.